სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯარებს, სხვადასხვა დროშებით ჩაუვლიათ ამ ერთთან. ზოგის სახელი ისტორიაში შემორჩა მხოლოდ იმიტომ, რომ იპყრობდა, ემორჩილებოდა, ანაფასებდა ამ ერს. ერს, რომელსაც წიგნის ხალხად მოიხსენიებენ. წიგნისა, რომელმაც ებრაელებს ებრაელობა შეანარჩუნებინა. საუბრები წმინდა წიგნისა და ტრადიციების შესახებ ყოველ პარასკევს შაბათის შემობრძანებამდე GTV-ის ეთერში. პროგრამას უძღვება რაბი აბრაამ აჯიაშვილი. Shalom לכם. ამ შაბათის პარაშა არის პარაშათ ნასო. წასული შაბათები თუ საუბარი იყო ფირკი აბოძზე, ახლა უკვე ჩავდექით ჩვენ იმ წყობაში, იმ სედერში, რომელიც პარაშაებს მიყვებით მისი წყობით, მისი სედერით. იმისათვის ჩვენ ამ პარაშიაშიაც რაბი იაკოვ გაგულაშვილი არის მოწვეული, რადგანაც წასულ პროგრამაში გითხარით რომ გინდოდათ რამოდენიმე თემაზე კიდე რომ ჩვენ შევეხოთ და ვილაპარიკოთ, ვერ მოვასწარეთ ყველაფერი დროს ხგაბოთ, პარაშიაზეაც ვილაპარიკებთ და ცოტა რაბი იაკოვ კიდე ხელმეორეთ ბარუხაბა ბედნიერად დიახ წასული პროგრამა ღირსეული ბედნიერი იყო რამოდენიმე რამე რომ კიდე გვაინტერესებდა შემსება და ვერ შევამსეთ ვერ მოვასწარით პარაშიაზეაც ვილაპარიკებთ და შეგვიძლია რომ დავაკავშიროთ კიდე გამთორის ღირსების ძალაზე, იმიტომ ყველაფერი თორა არის, თორის ღირსება არის და ჯერ ძირითადად მოდი ცოტა პარაშა გავაცნოთ ჯამააც და მერე შემდეგ აქედან შეგვიძლია გადავიდეთ სხვადასხვა თემებზე. בסדר. ბამიდბარის წყობა დაიწყო. ჩვენ αφילו პარაშათ ბამიდბარზეაც არ გვილაპარიკია, რომ ისე შვილები 40 წლის განმავლობაში უდაბნოში როგორნაირად იყო ჩამკრელებული, როგორ მიდიოდნენ შევატიმები და ის ნივთები, რომელიც მიშქანის აზვიდა, წაღება, სხვადასხვა რამეები, ყველა თითო ესე ძირითადი შევეტლების დევალა ეს, თვითონ შევეტლების იყო ბენე გერშონ, ბენე მერარი, სხვადასხვა რამეები, რომელი იყო აწევდა იმ ათიცნებას ლუხოთა ბერითი, ნოსეთაც მომაინც იყო, თვითონ არ ჭიროდა იმას, რომ ვინმეს ეწია, პირიქო თორა იმ ხელა ძლიერი იყო, თვითონ თავისათვის, თავისთავ თვითონ წევდა. ამიტომ პარაშა იწყებს ნასოში ვაიდაბერ ადონაი ელ მოშე ლემორ ნასო ეთ როშ ბენე გერშონ გამემ לבית אבותם למשפחותם. romeni khnidan miben 30 shana ומעלה ועד בין 50 שנה תפקוד אותם. 30 צלידן 40 צלמדה כל הבא לצוות צבא לעבוד עבודה באוהל מוקד. מומסחורי אובה סעד אוהל מוקד. როგორი იყო ეს წელი ტელევიზიის სედერი. თქვენ როგორც გახსენით იმ სიტყვებით გავხსნით რომ წასულ პარაშას უკავშირდება პარაშათ ბამიდბარი და პარაშათ ნასო. უდაბნოს პარაშა და პარაშათ ნასო, რომელიც არის ანგარიშება და მომაღლება, აწიკვა მიშკანის, რომელიც ინტეგრალურად ეს ორი პარაშა არის გადამბული ზედ ერთმანეთზე. წასულ პარაშის დასასრულში გამჩენილ ბრძანებს მოშეს ეს თელი მიშკანი, თქვენ უდაბნოში ხართ ისრაელის შვილი. მიშკანი, რომელიც რომ გამჩენის სასახლე აშენდა, სადაც რომ სადგმურობდა გამჩენის შეხინა და იქ იყო სამწირველოებით ემსახურებოდნენ გამჩენს და გამჩენის ბრძანებები მოდიოდა მოშესთან, ვაიშმაყე და კოლ მიდაბერელა პარაშაში ვხედავთ ახლა პარაშაში, ჩვენ პარაშაში რომ გამჩენი საუბრებოდა მოშე რაბენოზე ლაპარაკებოდა, კაცარეს მოდა ის ლაპარაკი, მიდაბერ, არ წერია მედაბერ, მიდაბერ ელავ ელაპარაკებოდა ის საუბრობოდა მხოლოდ მას პარაშის ბოლოშია, სულ ბოლოს სიტყვებში, მხოლოდ მოშეს ესმოდა, რაში წერავს იქ რომ ის ხმა არავის არ ესმოდა, მარტო მოშესთან მოდიოდა ყურში. და ისეთი ხმა გამოდიოდა, რომელიცაც გამჩენმა ეს საუბრა საისრაელოს სინაის მთაზე, როცა 10 ცნება ჩააბარა გამჩენმა საისრაელოს. ესე იგი, ასეთი ძლიერი პიროვნება ბრძანდებოდა მოშე და ასეთი კედუში და სიხასით საუბრობდა გამჩენი, რომ ამ ხმას კაცი ვერ ისმენდა, მხოლოდ მოშეს ყურამდე მოდიოდა. ასეთი დიდი ხმა და კაცმა არ მოისმინოს, ეს არის არა გაგებული აზრთან, მხოლოდ ეს არის მოშეს ძალა. გამჩენილ ბრძანებს მოშეს
ლევის ყავდა ისე მიბენშენია ქერუვი. მიბენშენე ხო, როგორც წერია პარაშაში ბოლოში. მიდაბერ მიბენშენია ქერუვი და რაში წერავს იქ. ხოლო მე მაგაზე არ მინდა ახლა გავაფართოვო ლაპარაკი, იმიტომ მინდა რომ ძირითადად რაზე არის ეს პარაშა დღევანდელი აგებული დასაწყისი თუ შემდეგში. და ეს მინდა რომ ამ საფუძველზე ყველა პარაშას გააჩნია რაღაცა საფუძველი. და თქმა უნდა. და ამაზე არის ღერძი, რაზეც არის აგებული აწყობილი მთელი პარაშა, თავის ფოთლებით, თავის ნაყოფით, რაც რომ იზრდება ზემოთ პარაშაში, მხოლოდ არის რაღაცა ერთი ფესვი, სიდანაც მოდის ყველაფერი. ამ პარაშაში მე თუ მეკითხები, ჩემი გაგებით, დავგვირთ საინტერესო პარაშაა. საინტერესო პარაშა არის იმ გაგებით, რომ წასულ პარაშას უკავშირდება ლევის ყავდა სამი შვილი. კეათ, გერეშონ და მერარი. ხოსეა? გერეშონ, კეათ, პარაში ხო? გერეშონი იყო უფროსი, კეათი იყო მეორე შვილი, მერარი იყო მესამე შვილი. და წასულ პარაშაში უკვე კეათის შვილების ამბავ წერავს თორა, რომელიც იყო მეორე შვილი. ესე იგი უპირატესობა მისცა კეათ, დაუგვირდი. მერე მოდის დღევანდელ პარაშაში ნასო ეტროშ ბენე გერეშონ გამემ. ესე იგი გერეშონის შვილებიც, რომელიც ეს არის პირველი შვილი, უფროსი, ლევისი. ის თან მაგეც იმათთან ერთად მის მეორე ძმასთან ერთად რაც მიიღო მისმა ძმამ ამ საქმეს აგზელებს, ხოლო მე ცოტა დაბალდონეზე და მერე მოდის ბენემერარი, რომელიც არის ყველაზე პატარა შვილი, ზანდებოდა, რომელსაც რომ დაესაქმა რაღაცა მიშკანთან დაკავშირებით. მთელი პარაშა არის აგებული, რა უნდა ეს საქმად გაეკეთებინათ. იმ შვილებს, ამ შვილებს, მერარის შვილებს, კეათის შვილებს, რა უნდა გაეკეთებინათ გერშონის შვილებს. გერშონი იყო თუ კეათი იყო, ამათ მსახურებოდა კონდათ რომ ჭურჭელი მიშკანის ზურგით უნდა ეწიკათ, უნდა წემეიღო. განაწილებული იყო ეს თელი სამსახური. და რა კონდათ ამათ? გერშონიც იყო თუ კეათიც იყო, ესე იგი უფროსი შვილი თუ მეორე შვილი, ამათ ევალდებულებოდა თელი ჭურჭლის მოხიკვა, გამზადება, გაწყობა, გატარება და აწიკვა. ეს არის კესავოთები, ჩანგლები, ვერცხლის ჩანები, რაც იყო მიშკანში, ასკალოთები, რაც არის სულ თელი 93 ჭურჭელი და სხვადასხვა თავი, რაც არსებობდა მიშკანში და იქ იყო რა თქმა უნდა ერთი და ორი არ იყო, ბევრ და ბევრთა ბევრი იყო. და თენ თავით ტყავებით ზემოდან გასაკრავები, თელი სვეტები, სულ ყველაფერი ადგილიდან ადგილზე რო იზრდებოდნენ, იშლებოდა, წიკავდნენ. აი ესენი იყვნენ, რომელიც წიკავდნენ ამას, ეს არის კეათის შვილები თუ გერშონის შვილები. შევეთ ლევი. მაგრამ მერარის ევალდებულებოდა მესამე შვილს, რომელიც არის მიშკანის გამჩენის სახელი არონა კოდეში, სადაც რომ 10 ცნება იყო შიგნით, ეს უნდა ეწიგათ. ამიტომ დაუგვირდი კეათზე რო წერია თუ გერშონზე წერია აბოდა თაკათეფ ალემ ისაუ, ბაკათეფ ისაუ, თავიანთი სამსახური იყო აწიკვა ზურგით, თავის ბეჭებით უნდა ეწიკნათ, მერარის არ წერია აწიკვა, რატომ? არონა კოდეშ თვითონ ვიყავდა თავის ნოსეთ, როგორც გემარა სოდაში 18%-ზე გემარა ბზანებს თვითონ წიკავდა თავის თავს, თვითონ ვიყავდა თავის თავი, არ ჭირდებოდა პროსტო ხალხი იყო დამდგარი და ჩვენ ხალხი ჩვენებოდა, ვითამ წიკავდა ხალხი, მხოლოდ არონ ნოსეთ თვითონ წევდა მის თავს. თვითონ წევდა მის თავს. არ ჭირდებოდა აწიკვა. აწევა არ ჭირდა. არავით არის აწევა, პირიქით. იხალხი ვინც რომ მაგასთან იყო, იმას აწევდა. ესე იგი იარებოდნენ როგორც ფრინავდნენ, თუ გინდა. აი არ იარებოდნენ მიწაზე. ისეთი ძალა ჰქონდა. შეხედულობით ვითამ. შეხედულობით ხალხედვა ზემოთ ზურგზე, მაგრამ ის ერთ-ერთი დიდი ნესი და სასწავლობა. ამას უყურებთ ერთ შემდეგში, კერიყათ როცა მდინარე გაუნახევრა იორდენის მდინარე, გაუნახევრა გამჩენმა საისრაელოს ბოლოში, იოსეფერი იოშუაში, რომ მოდიან მდინარესთან დამდგარი მოშერაბენი უნება იოშუა, შვილო იოშუაო, დადეკიო წყალთანაო შენო და როგორც მედემემართა სასწაულიო, წყლები მეწამულის ზღვის წყლები განახებოდნენ, ям-სუფის წყლები დადგა, ასე დეგემართება შენეცაო, იმიტომ იოშუა დირილი დაიწყო. შენო მადვარებამ ხელა ჯამააცაო, რას მაბარებო რაბიო? შენ ფეხსაცმელში ვინ ჩაჭდებაო? ამ ხელა მოშეს, ვინ შეცვისო? ხალხი იმას იტყვის, რა დავკარგეთ და ვინ მოვიდაო? რამე მემეცითო ისეთიო, რომ მეც გამოჩნდე ხალხშიო. მოახსენამო შემშვილო, დადეგი წყლებთან. სასწაულნახამო. დადგენ წყლებთან,
ვაი, წერია პირდაპირ. დაიყო, როცა წყლებთან მოახლოვდა ლევიმების ფეხებიო, დადგენ თუ არა წყლებთან, განახევრდა წყლები და შევიდა, გაიყო წყლები. შევიდა შიგნით, თელი ჯამა, თელი საისრაელო, როგორც მოშეს დაემართა იამსუსზე, ასე დაემართა იუშუა იარდენის წყლებსე, მდინარეზე. ასე გავიდნენ და ეს ვის ძალით იყო? იმ არონ ბერიტას. არონ ბერიტას შემით. და წერია იქ პირდაპირ, წერია რომ იქ პირდაპირ წერია გემარა მასხსოდაში 36%-ზე უნდა იყოს, წერავს თალმუდი რომ როცა დადგინენო, აეში იყო არონი. დამდგარი თვითონ წევდა ამ ხალხს. ვინც იყო, ქავიახოლ უნდა ეწია არონი გამჩენის ამხელა შკაფი, სადაც რომ იყო ის თელი ლუხოთები, მოშეს დაწერილი, გამჩენის დაწერილი ბეწმაყელოკი, ნანტურები, ყველა შიგნით იყო დადებული. ეს როცა მოდიოდა, ხალხიც აერში დააყენა არონმა და ასე გაიარენ ამათმა და დაბლიდან იარებოდა თელი ჯამაათი უყურებდნენ ებიჯო გამჩენის არონი იარება თავის ხალხთან ერთად მიფრინავდნენ სასწავლობა ეს არის დიდი სასწავლობა ახლა აქედან იწყება დღევანდელი პარაშა დაუკვირდი სასწაულს რომ პარაშა იწყება მიშკანის ჭურჭლით ვინც იკავს ამ ჭურჭელს ვისევალდებულება რა შემდეგში მოდის პრეზიდენტები ნესიმები ტომების უფროსები საჩუქრებით მოდიან გამჩენთან ბაიომ არიშონ ახშულ მენყამინადა რა მიართვა გამჩენ ყურბანო მისი ძღვენი ვეხულე ესენის ყველაფერი საჩუქრებით მოდიან და ეს არის პარაშის ბოლო დასასრული და შუაში ჩასმულია პარაშაში ისეთი საკითხები რომელიც გაგიკვირდება ეს არის აგებული ამაზე პარაშა პარაშატ მეინ უწმინდური ხალხი რომელსაც სისუნთნიანი გამოდიოდა ტანიდან ბინძურობა რომელებიც რომ იმათ ჭირდებოდა ალახით გასუფთეება ვერ შემოვიდოდნენ გამჩენის ბანაკში ხოლ სარუაყ ვეხოლ ზაბ ვეხოლ ტამელანაფეშ სარუაყი იყო ზავი იყო დაკეთრუანებული სისუნთნიანი თუ გაუწმინდურებული სულზე მიცვალებულთან დაკავშირებით ამას ქვია პარაშატ მეინ მერე მოდის პარაშატ სოტა პარაშატ ნაზირ აუგირდი აგებული არის თელი პარაშა მერე მოდის ბედნიერად აგერ ნესიმების ამბავი დალოცა საისრაელოსი მირგათ კოანიმი დამილოცე ჯამათი იბარეხე ხადუნები იშმერეხა იაირა შემფანა ველეხა და ვეხულე ესე იგი რაზეა აგებული ეს პარაშა მოდი გამოვიტანოთ ერთი შორეში ფესვი პარაშა არის აგებული იმასზე ყველაზე წმინდა ხალხი ვინც არის თქვენში საისრაელოში ესენია კოანიმები თუ ლევიმები ყველაზე ღირსეული ხალხი ვინც არის თქვენში ეს არის პრეზიდენტები და ყველაზე დაბალ დონის ხალხი, გაუწმინდურებული ხალხი. ხოლცარუაღ ვეხოლზა, ვეხოლ ტამელანაფეშ, რომელიც რომ გამჩენთან თეშუბას გააკეთებს, ან მორჯულებული კაცი, რომელიც პარაშატს არის აღანაც, პარაშატ გერ შენით გაიერ, მორჯულდა კაცი მოთაყოლა მიყო და მორჯულდა. ეს პარაშატს აქ არის მოცემული. დღევანდელ პარაშაში. ასე რომ ეს უყველანი, რომლებიც შორიყვნენ გამჩენიდან, გეზელაგერზე, ამ პარაშაშია. ადამიანმა თუ წაგლიჯა რამე მორჯულებულ ადამიან დაუგირდი იშკილოიელო გოელ პარაშამაზია რაზელა პარაკი ნახე რაში ადგილზე გემარა ხვარი მოყანილი ამაზე თელი სუგია კითხულობს გემარა ვეხი ეშლეხადან ბეისრაელ შელო გოალი უმერეთა გემარა ზეგერ შეიდგაიერ ვენლო კრობი მორჯულ ადამიანი კაცი არ ყავს პატრონი აიგე ამას რო არ მიაგდო არ უღალატო იმიტომ ადამიანი ყველა გამჩენის გაჩენილია ას გეუბნება თორა დავიწყე მიშკანით ყველაზე წმინდა ადგილით ვამთავრებ პარაშას ყველაზე წმინდა ხალხით ნესიმები ლევიმები კოანიმები მაგრამ ის უბრალო ხალხი შენი გაგებით უწმინდურია მორჯულებულია გუშინდელ ცოდობრალიანია მაგრამ გამჩენთან მოახლოებულია არა იგდო ჩემთვის გამჩენისთვის ყველა ჩემი გაჩენილები ხართ სულ ყველა ერთი ხართ იყავით ერთად ნუ იქნება თქვენში საისრაელოში განყოფილება ნუ იქნება ეს დიდი რაბიშვილია ეს უბრალოდ გაზდილია ეს დიდრიშვილია ეს ასეთია გამჩენთან ყველა დიდრიშვილები ხართ გამჩენზე მეტი მდიდარე ვინ არის გამჩენზე მეტი დიდი რაბი ვინ არის გამჩენზე დიდი ვინ არსებობს მე თუ გავაჩინე გიცანი ვიცანი პატივეცი თუ არ სიმპათი არ არის ერთობა მაშინა პრობლემა ამიტომაც დაუკვირდი რომ იბარეხე ხაწერია ერთობის ზენით არ შეძლო გამჩენ დელოცა საისრაელო და ეთქვა იბარეხე ხე გავლობითი არით ვეიშმერეხე და გლოცოსე გამჩენმა შეგინახოთ გამჩენ არ წერია
წერია ერთობის ენა. დაგლოცოს შენ გამჩენმა, შეგინახო შენ გამჩენმა, გაგიშუკო შენ გამჩენმა. რატომ ერთობის ენით? სადაც არის ერთობა თქვენში, გამჩენიც ბრძანდება თქვენთან იწოდეთ. აი ერთი კიდე ამასთან დაკავშირებით მართლა სასწაული რომელსაც ახლა დაუკვირდით წაღანა. და ეს არის როწერია შებატიმების, ტომების, პრეზიდენტების სახელები არის ერთი სახელი, რომელიც გაურკვეველი ჩვენთვის. დაუკვირდით. ფარაშაში ხედავთ. ბაიომა შიში ნესიმებ რომა ყორბანი. כן. თავიანთ ყორბანში წერია მე-6 დღეს მოიტანა პრეზიდენტმა, რომელიც იყო დანიშნული გადის შვილებზე. ვინ იყო? ელიასაფ ბენ დეყუელ. ელიასაფ ბენ დეყუელ. შიში პასუქი. כן. ელიასაფ ბენ დეყუელი. შეგასაგვირია ჩემთვის. כן. და ყველასთვის. მგონი, ვინც ფარაშას უგვირდებით კარგად. ამ ადამიანის სახე რატო წერავს აქ თორა ასე? აქ წერია ნასი ლიბნე გად პრეზიდენტი შებეტი ტომი გადის, მათი პრეზიდენტი იყო ელიასაფ ბენ დეყუელ. აგერი ერდა იგივე კაცი წერია ფარაშად ბამიდბარში. წასულ ფარაშაში წერია ნასი ლიბნე გად ელიასაფ ბენ რეყუელ. რეყუელ. ვერ გავიგე, მამამის რეყუელი ერქვა თუ დეყუელი. დეყუელი ერქვა. თუ რეყუელი ერქვა, რატო არ დაიწერა განაც ფარაშად ნასოში? ნასი ლიბნე გად ელიასაფ ბენ რეყუელ. და თუ დეყუელი ერქვა, იქანაც დაეწერა დეყუელი. რა არის ის გაგება? ორ ადგილზე, კიდე ერთ ადგილზეა შემდეგში, რო კიდეა შემდეგში, ერთ პარაშაში, სადაც წერავს ხელახლად ელიასაფ ბენ დეყუელ, როგორც აქ წერია ნასოში. თუ ასე რატო წერია ზემოთ ფარაშად ბამიდბარში ელიასაფ ბენ რეყუელ. საინტერესოა. כן. მართლა საინტერესო. ამას რა ვინც იგივე მე თორა მაგ რომელსაც ქვია სახელად მინხა შმუელი. რაბი შმუელ გარჯი ასე რქვა სახელად. იერუშალაიმიდან כן. დაწერილი არის 130-140 წლის წინეთ. ჩამოტანილი აქვს პაპას საქართველოსდან. რაბი ხახამ ბენსიონე პრემაშვილის დახმარი თორა. ამიდან არაშობდა. და ეს თორა ჩემთან დაახლოებით 1-40 წელი. ბავშვობიდან 9 წლის ვიღავი რომ ეს თორა ჩავიხუტე, პაპა მამცაშვილო გენესოდა, ჩემთან არის თორა. ხდები არა აქ. რა ბარუხაშენ. სასწაული თორა. საინტერესოა რომ ჩვენსიდან მოდივართ, ჩვენ რაბები რა წყაროდან მოაქონდათ და რაც დარაშობდნენ იქანა. გავიგრდი. ამიტომ ვამბობ თორა რისთვინ. დიბრეთორა რომ იცოდეს ჩემმა თემმა, ჩვენმა ჯამაათმა. ოი რა ხალხი ყოფილვართ. რა რაბები ყავდნენ. არ გეგონოთ რომ ვინმე მეხლა ჭკუები დაყაროს. დიდი თორა ისწავლოს და თქვა, ვარ. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ ვართ ის პატარა ხულია. ხულია ვართ პატარა, რომელიც ვაგზელებთ იმ დიდ ჯაჭვებზე მიმბული ვართ, რომლებიდანაც მოვდივართ, ბუმბერას რაბებიდან, ცხონებულებიდან ყავდნენ სასწავლი მასწავლებლები. ყველა კუთხეს საქართველოში ჩვენი რაბები, ჩვენი. არ ვაბარაგობ დამატებული გარედან შემოსულები, სოლოვიჩიკების გამოგზავნილები თუ ლუბავიჩების უსხები, რომლებიც გვემატებოდნენ სტუმარი. ლაპარაკობ ჩვენი რაბები, ჩვენი შიგნიტური სალარო სამსე იყო თორით ყოველთვის. და ეს რაბი წერავს რაბი შმუელ გარჯი, მოყავს პირუში, სასწაული პირუშია, მე მარტო იმ თორაში მაგეს ნახული. წერავს ასე. წასულ ფარაშაში თუ დაუგვირდებით, ფარაშად ბამიდბარში რაზე ალაპარაკი. და რატო აიღნიშნა იქ ვინ იყო პრეზიდენტები რისი. გამჩენმა უბძანა მოშეს შვილო მოშე. უდაბნოში როცა ივლით დადროშაებულები მინდა რო იაროც ყველამაო. მიზოთ ყოლა მინა მიდბარ. მეკუტერეთ. იკოლავკათ როხელ. სასწაულად ამოდიოდნენ. ოთაოლამი ერთმანეთს ეკითხებოდნენ. ჯო ვინ არის ესერი? სასწაულიერი უდაბნოში დალამა გალამასებულა დადროშაებულები დროშები დავალა თორა მოშეს დროშა გერ გამოგონიათ ამ ამ სახელმწიფოებ ევროპის სახელმწიფოებ თუ ვიღაცას 2000 წლის განმავლობაში დროშები ჩვენ დროშები ვიწერია რომ გამოვიდით ისრაელიდან დადროშაებულები გამოვიდნენ ვედიგლო ალაიავა გამჩენის დროშები ვეკავა ხელში ჩვენ რაფერი იყო? მათი გამოსვლა თითო 3 ტომს შევეც ყავდა უფროსი რომელსაც იმ უფროს ეკავა იმ შებეთ
ეკავა დროშა, იმ შებეტს მოყვებოდა კიდე ორი შებეტი უკნიდან, ორი ტომი. სამ შებეტად გამოდიოდნენ. აღმოსავლეთში იყო დანიშნული შებეტ იეუდა. მას გამოყვებოდა უკნიდან კიდე ორი შებეტი. ასე იყო. დასავლეთში შებეტ ეფრაიმი. მას გამოყვებოდა უკნიდან კიდე ორი შებეტი. ეფრაიმის ეკავა დროშა, ორი შებეტი უკნიდან გამოყვებოდნენ. ვინც იყო წამყვანი ხაზი, ის შებეტ დროშა ეკავა. აღმოსავლეთი შებეტ იეუდა, ორი შებეტი თან დაყვებოდა. დასავლეთი შებეტ ეფრაიმ, ორი შებეტი თან დაყვებოდა. ჩრდილოეთი შებეტ რეუბენი, ორი შებეტი თან დაყვებოდა. სამხრეთი შებეტ დანის შებეტი და ორი შებეტი თან დაყვებოდა. 4 დროშა იყო, ამ დროშებით იარებოდნენ, გარედან ხედველი დაინახავდა შორიდან დიდი ვებერთელა ჯარივით დალაგებული ტომები გამოდიოდნენ დროშებით. არონაკოდეში წინ გამჩენის სვეტი ცეცხლის წინ, რომელიც იარებოდა საისრაელოს წინაშე და ღურბლის სვეტი, რომელიც ასუფთაებდა უდაბნოს, სადაც იარებოდნენ საისრაელო. ამას ხედავდა მხედველი უკნიდან შორიდან და სანახაულობა იყო იშლი შვატავ. გამჩენმა უბძანა მოშეს, მოშე შვილო, ასე მინდა დადროშაებული გამოვიდეს საისრაელო. მოშემ გამჩენს კითხვა დაუსვა, მე რო დავნიშნო ვინ იქნება დროშების გამფრიალებელი, მამაღლებლები, შარით არ მოვიდნენ ჩემთანაო. უმიზეზოდ არაფერი გამიკეთებია ზოგჯერაო და შარზე არ ერედეხილიო. და მიზეზ რომ მივიცე საშარო მიზეზიო, ჩამყლაბამენო. აფერ უთხრა მეო, იეუდა დადგესო აქეთაო და იორი დანარჩენი შებეტიო, გამოვყოლი უკნიდანაო. კითხვის იორი შებეტი, რატო ასე, რატო სხვანაირად არა? ლამა? პასუხი? მოახსენა გამჩენმა. მაგას არაფერი გეტყვიანო. რატო და იაყაკო ბაბინურო აბზანდაო, იაყაკომა დაავალა შვილებსაო და უთხრაო, ამიყვანეთ მიცრაიმიდან, დამასაფლავეთ ერეთში, ამ სედერით მინდაო, იყოსო იეუდა ამ ხარეზეო, შებეტი ამ ხარეზე, ყველა შებეტები თვითონ დაალაგა, თქვენი შემსვლელები მეორე პარტია ეს იქნება. მესამე პარტია ეს იქნება, იცვლებოდნენ 3 სმენა იყო სულ. იაყაკომა უთხრა შვილებსაო, რაფერაც ეხლაო, ჩემი ცხედრის ატანა ერეთში, ასე იქნება ზუსტად თქვენი დადროშაება უდაბნოშიო. ასე რომ საშარო არაფერია, მიღებული აქვე მამა იაყაკობიდანაო და მიიღებენო. ხლა თუ დაუგვირდებით სასწაული არის. რა არის აქ სასწაული? შებეტ იეუდა ძმებში გამორჩეული ლომი, მართლა ყველა არაფერი ტყოდა. რეუბენი უბროსი, ვინ იტყოდა რამეს? ეფრაიმი, იოსების შვილი. ხო და შებეტი, იოსების შვილი, ვინ იტყოდა რამეს? მიიღებდნენ. მაგრამ შებედანი, ვინ იყო? სიდან იყო? ზილფას ვაჟი იყო. და ბილას ვაჟი უფროსი იყო გადი. იქანა შესაძლებელი იყო გადე თქვა, რატო აირჩიეთო, ჩემზე წინეთაო დააყენეთო ზილფას ვაჟიო, რატო მე არ დამაყენეთო? გაიყვანა შვიდობისთვის მოშემ გვერდზე და იკითხება, გად, ხო არ გეწყინებათ ელიასაფო, ხო არ გეწყინებათ თქვენო, ასე ბზანაგამ, თქვენ მეწყინებაო. იღებულია ჩემთვის ყველაფერი სიყვარულობითაო. ჩვენ ყველა ძმები ვართ, ერთი ვართო. რა მნიშვნელობა აქვს? ისე სიყვარულობით მიიღო. გამოვიდა გამჩენმა და ბძანა. ელიასაფ ბენ დეყუელი ხო ქვია სახელათაო. სეფერთორაში ჩაწერეთ ელიასაფ ბენ რეყუელ. რეაყი არის ამხანაგი. მეგობარი. ჩემი მეგობარი გახდაო ამ სიტბოთი, რაც ამან გამამიჩინაო. დათმო. სადაც ბუნებრივი იყო რომ დადეთმო. მამიდან დავალება იყო. მაგრამ ყველას კი არ შეუძლია. სული გმირობა, შემზე კარგი ხარ. მეგობარო, მოგახმაროს გამჩენმა. ჩაიბარე და გააგზელე. აი, ეს გააკეთა. რო ეს გააკეთა, გამჩენმა დააძახა მაღლიდან. ჩაწერეთ ფარაშაში მისი მამის სახელი სხვანაირად. იმიტომ კი არა, მამას სახელი კი არ შეუცვალენ. თუ ის იმის შვილია დეყუელის, ეხლა ჩემი შვილიც გახდა ბენ რეყუელ, ჩემი ამხანაგი გახდა. აი ფარაშა გვასწავლის ერთობას. ეს პარაშა ნასო. გვასწავლის დროშებით გამოდიხართ. აი შებატიმები, ლევიიმებო, პრეზიდენტებო, ერთობა არ დაივიწყოთ. თქვენში თუ არის დაგეთროანებული, ის
ის მახინჯი, ის სუდი, თეშუბას დასაბრუნებელი, ისიც ჩემი შვილებია, გამოგეცდებიან, მაინც ჩემსკენ არიან. ახდუთ, ერთობა, სიყვარულობა, სადაც სიყვარულობა იქნებაო, გამჩენი ბრძანებს მეცვა, მაშვინ იქნება იებარეხეხა, ვეიშმერეხა. თუ არის ერთობა, ერთობისენი დაილოცებით სუყელა. თუ არ არის ერთობა, თუ არის დასისკული, თუ ერთი გეუნება დილამშვიდობის და გულში აქვს ყერეპტობის, საღამომშვიდობის, ერთ გეუნება და გულში სხვა რამეს ფიქრობს, ბარბინან, იქ არის ცუდი. უნდა იყოს ადამიანებში მართლა გულით სიყვარულობა, გული და პირი უნდა იყოს ერთი. მაშინ დამყარდება შვიდობა, იქნება სიკეთე მთელ საისრაელოში. ხაზაკი ბაროხები იაკობ, ფირუში FM מאוד. საინტერესოა ეს. მართლა მაგარი ფირუშია. დასწავლი. מכיוון רדגנת אחסנה. דיח. תקואל ראואל גחתה ראה. המחנגי גם צ'ניס. עשו פרוגרמה שצ'ואן תורה זה חובילה פריקת. הרתיתי רבי מאיר מבזנה. רוצה דמיינית, תורס אלופס לשמה. כתבה ראייה של הקדוש ברוך. סקוארלי גם צ'ניס. המחנגי גם צ'ניס. דיח. שזה גם שאלות? שגזרנו גם שאלות, פרקי אבוצ'י. ננחת. דיח. סגי, אורנמנה מסחדת. רוצה אדמיין נוטמוס. דבלתו ארס, סקוארו לא בא. מה שניגיבה שדרה בחדבה, רוצה אדמיין אסטורס אולוס. ამხანაკი გამჩენის არის ესე ორნაირი გზით ხდება ადამიანი გამჩენის ამხანაკი. არის გზით რომელიც ერთი ახლა ვახსენეთ. უცი ყვაკა. გაგება და დათმობა და გახარება ერთი მეორესი. მეორე არის იმ თორის გზით. მაგრამ რაბი მეირის ახსნა არის როგორნაირი ამხანაკი ხდება თორის გზით. რანაირი ძალა ეძლევა. იმნაირი ძალა ეძლევა რომელიც ვერცეთი გზით ვერ შეუძლია ადამიანმა რომ მიიღოს. მხოლოდ და მხოლოდ თორის გზით. და მე მინდა რომ ეს პატარა კიდე რომ მინდა რომ შეეხო, იმიტომ გითხარით რომ კიდე ამ პროგრამაში რაფერაც მიშნაბძანებს, კაი ცადიკი ხდება, ხასიდი ხდება, იაშა, ჭეშმარიტი, ნეემანი, მაგრამ სარგებლობენ იმ ადამიანიდან რჩევას, გონიერობას, სიბრძნეს. ხდება იმ ადამიანს ეძლება რა მალხუთი, მემშალა, ხელმწიფობა, სუნტლობა, ესე იმ ხელა ტიტულები ეძლება იმ ადამიანს, რომელიც ეს ტიტულები არც ადრამში არ არის. და მხოლოდ ეს თორის გზით ეძლება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. გამიგერა ვიაკობ რა ასაგებია. ასაგებია ერთი რაღაცა. აქ ერთი გემარა, ბერახოჩი არის გემარა. თალმუდის სიტყვები ხმარო ვამბობ მეექვსე ფურცელზეა გემარა ბრძანებს. თუ ადამიანი გამჩენთან დაკავშირებულია და გამჩენთან ახლოსაა, თორასთან მიკრული არის, ბრძანებს საკადოშ ბარუხო, ლო ნივრა აოლამ ელა ლეცავოთ ლაზე. ლეცავოთ זה מלשון צוות. כן. ესე იგი შეუერთდეს. ესე იგი არ გამიჩენია მარტო ამისთვის, რომ გემეჩინა ყოლამი ამ ადამიანისთვის. რომ შეუერთდეს თელი ყოლამი ამ ადამიანს. დაუკავშირდეს. გემოცევეთ, როგორც ორი კაცი ერთად რომ არის შეერთებულია რაღაც აზრით, כן. მარტო ამისთვის ღირდა გაჩენა ამ ყოლმისაო. გემრის ენა, თალმუდის ენა და ერთ რაღაცას მინდა რომ დაუკვირდეს ყველა ადამიანმა და ვიცოდეთ ეს. თორის ძალაზე რამდენ სამდა ვილაპარაკოთ. მე ფერეკი რო ავსნა. თითო სიტყვით, მე ვინა ვარ? თითო სიტყვა რა გაგწერე, მე რაც ვიცი მარტო. და რაც არ ვიცი, იმან ხო იცის რომ ბევრი სასწავლებელი მაქვს კიდე. და რაც აქ წერია, სასწაული ღირსება შეუძლია ადამიანი მიაღწიოს, ვინც თორაზეა მართლა მიკრული. გამჩენი თორა. რა არის თორა? თორა აკადოშ ბარუხუმ დაწერა, აკადოშ ბარუხუს დაწერილია თორა. აკადოშ ბარუხუმ კაცობრიობას შემოუტანა მიცა ეს თორა. ვინც კაცობრიობიდან ამ მოცემულ თორას მოახლოვდება და მიიღებს ამ თორას და იარება ამ თორის გზაზე დაკავშირებულია პირდაპირ აკადოშ ბარუხუსთან. აი ეს უნდა იცოდეს ყველამ. ეს არის თორის ძალა. სად ბრძანდება გამჩენი? სად არ ბრძანდება? მაგრამ სად ბრძანდება
მუშავო ბაშამაი მიმაღალ ვამბობთ ხო ყალენო შაბეახში საჯომი მისი მაღლა მუშავი ეკარო ბაშამაი მიმაღალ საჯომი სიძირფასე მისი არის მაღლა მხოლოდ დაბლაურებს მისცა გამჩნევა თორა და თორა არის ჩვენ ხელში ვინც რომ თორას მეეკრება მიკრულია მელეხ მალხი ამელახიმ აკადოშ ბარუხუზე ვინც რომ თორას სწავლობს რო ისწავლოს თორიდან მიიღოს თორიდან რაც მართლა თორას უნდა და თავის სურვილები დააბატლოს ყველაფერი თავის ინტერესები თავის სურვილები როგორც წერავს მიშნა ბატელ რეცონეხა მიფენე რეცონო დაიბატლე შენი სურვილები გამჩენი სურვილების წინაშე ჯერთაგან რომ გამჩენმა დააბატლოს მისი სურვილები შენ სურვილების წინაშეო გევრამ დაადგინა ცადიკ მოშელბი ირათ ელოიმ გამჩენი ბზანებს მიმოშელბი ვის სუნთლობს შემზეო ვინ არის ჩემი ბზანებელიო გამჩენი ბზანებელი ყავს არა ცადიკ რატომ თორის ზალა თორა გამჩენიდან ინტეგრალურია აკადოშ ბარუხუ თორა და ისრაელი ერთია აი ეს არის ღმაკავანა თუ შენ იმ თორას მიეკრები თლიანად ითორა ხო გამჩენთან მიკრულია შენ უკვე გაგზალა მაღლაურების რაც არსებობს ყოლანზე ყველაფერია დაბლაური ვასხოლავების დაბლა შენ ზემოთ ამათ ზემოთ ზანდება აკადოშ ბარუხუ მხოლოდ და ის სუნთლოს ვინც რომ თორას მიეკრება ის ხდება ზემოთ ყველა მაზალოთებზე იმაზე ვერ სუნთლოს ვერაფერი მაზალი ბუნებრივი წყობა მთელი ბუნებრივი წყობა იმ ადამიანისთვის სულ ყველაფერი მოშლილია ამთავრდა ერთი უბრალოდ მაგალითი შეგახსენებ იცი რაბი იაკობ მას ხედავთ უბუჩი ეს რაბი შუა ბენ ლევი მიდის და ამბობს ამნაირამეს არიანო ხალხიო იქ ანუ ამანტყოფებიო აქეო ამატყოფობა გადამდებიო 77%-ზე ხო ვარი გადამდებიო ყველაფერიო მე იქანა მივალო ჩავждები მათთანაო ვასწავლი თორასაო თორას ვასწავლიო გავკუნამო არავით არის მე მათი გადამდებიო ამატყოფობა არ გედებედებო მარათან გადამდებო კაცი ფიქრს ბიჭო რომელიც ყველანაირი გაგებით არ მოხდება რომ ეუნებიან სიდან გააქვეს ზალო არავით არის ზალა გამაჩნიო თორის ზალა გამაჩნიო იმეთ მარტო თორა სამბობს რაბი იოშუახ მარტო თორა ეს უბრალოდ რასაც თქვენ ამბობთ თორაშია ყველაფერი ჩვენი რაბები ბრძანდებოდნენ ხა მენსიონი იყო და სხვები კიდე და ხასნიმებში განთქმულია იადუა ვერაბანიმ კადმონიმ აგრადეკალა კოტევეძე წერავს რაბი ელიმელეხ ვიდინოვი და ასე კიდე სხვები როცა რამე ჭირდებოდა თორას გადაშლიდნენ თორი დაღებულობდნენ აზრ მაკავანა მეტერ ჭირდებოდათ უბათეხეზე თორით გადახედავ თორით იცი ყველაფერი ადამიანმა კეთვის ასწავლი მოყვები რაღაცა გვაგდროცო და მოყვები მე იმიტომ რომ ვილაპარაკეთ ახლა ეს ზუსტად ჩვენი ნასო და ბამიდბარის შესახებ ყველა და იმიტომ გავახსენდა ეს ზუსტად გამჩენის ამხანაგი ხდება გამჩენის ამხანაგია დაუბრუნდი პერექში რა წერია რეა იმიტომ არ წერია ხავერია მაზე რეა არის ესე იგი ხავერი ივრითულად ნიშნავს დაკავშირება ხიბური რამეს რო დაუკავშირდები არის შეხორციელება დაუგრიდი სიტყვაშიც დაუგრიდეთ კარგად არის გეტყვიან ზოგჯერ יש אח יש חבר יש ידיד ივრითულად ידידי არის რა ფერი თქვენ იდიდი ქართული მეგობარი ნუ ხავერია მეტად მეგობარი გაცნობილი კაცზე იტყვიან იდიდი რას ნიშნავს იდიდი იდიდი იწერება ივრითულად იად ხელი ხელზე რო ჩავკარით ორი ხელი ჩაიკრა იად იდიდი გავხდით მაგრამ ხიბური ხავერია ხიბური რო აზრები ზიარებთ ლაპარაკობთ ტელეფონით შეხვედრით ხან პურჭამთ ხან გაბალცადმე გულაობთ სწავლობთ ერთად არ აქვს მნიშვნელობა ყველა სამის საქმეში ეს არის ხიბური უკვე დაკავშირებული ესე იგი უშენოთ არ ვინძრევი უჩემოთ არ ვინძრევი ამას ქვია ხიბური და არის როცა ადამიანი ახი არის მელაშონი ხუი როცა გაერთიანდა მაგალითად კაც რო რაღაცა პატარა დეგეპოჭნა ხელი როცა ვოკერამე და არ ჭირდება სიტყვაზე თვითონ შეხორცდა შეხორცებული ქვია ეს არის სიტყვები რომელიც წერდა იგივეს მიაგავს მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დაუგვირდი იმისი არა იყოს რუთი ეუნება რუთი ბოყას და რუთი და ნაყომი რო ლაპარაკობენ ნაყომი ეუნება რუთ
ביתי אחפש לך מנוח אשר יטבלך קלי שבילות שמו מוגיד זה בני משן איסט מוסוין בס רומר יצרו גיסיקט יבסושן קלי שבילות שמו רארי סיטווה צינה סרמדו סיטווה סרצנם ספילת קלי שבילות שמו רע tu brano tu saibshi modis თქვა საწეროს მოგიძე ბნი კაის კაი ხათან არის ბითი ქალიშვილო ჩემო აქ ღმაზრია მეო ვაჟი დავკარგიო ბიჭიო შვილიო შენახარო ჩემირძალიო კი არ ეუნება რძალო ბითი დავგირ სიტყვას რაბი იმიტომ რომ ყოლმის მინაგი ბუნება რა გორ არის შვილო როცა ადამიანიო ლოალეხე მეო შვილი დავგარგეო ინტერესი უნდა მქონდესო მეო ჩემი რძალი რო არ გათხოვდეს მეორეჯერა ასე არის נכון ლოალეხემ გამჩენო ყველას გვაცილოს მაგრამ ასეა რა უნდა იმ ბიჭის დედას რა უნდა დარჩეს ის ზარიასე და თავი შვილზე იფიქროს და იყოს მუდმივად იმ სიყვარულში უბრალესი ლაპარაკობ თოის დაბალდონის ხალხი ასე ფიქრობ ვის ღმათ არ ხედავს ცხოვრებას ვის არ ხედავს ღმათ და ცოტა რეალურად თუ არ უყურებს ცხოვრებას მაგრამ მოდი ვთქვათ მეორენაირად ამ გოგოს ხო ყავს დედა ამ დედას გოგოს დედას რა ინტერესი აქვს ნაბაროთ რომ გათხოვდეს მეორეჯერ ეს ბავშვი არ ჩაგვდეს ფიქრებში აზრებში შავში ცუცში ბნელში გავიდეს გარეთ გაიხაროს ესე იგი დედამთილის აზრი ამნაირია დედმამის აზრი სხვანაირია ნაყოფი ეუნება მეო შენი დედამთილი ვარო მაგრამ ბითი როგორც ჩემი შვილის გელაპარაკებიო მე ვეძებ შენთვის სიგეთეს ვეძებ შენთვის ქმარ ვეძებ შენთვის ხელახლად ხათანს ეს არის სიყვარულის ნიშნები რომელიც ხალხში დაკარგულია დღეს ერთმანეთს ახი შემოძმო ხლა გეტყვის ახი და მეორე წუთში გაგინებს ის რა მომტერე როგორ არის ეს ხავერშელი დღეს ყველაზე ამბობენ ო ეს ბახურ რა არის ბახური სიტყვა ივრითულად ამორჩეული ადამიანი ყველა ამორჩეულია გამჩენო გნას რომ ყველა ამორჩეული იყოს სიტყვებ დიდი მნიშვნელობა გააჩნია რო წერავს ფერეკი ქვია რეაყ გამჩენის მეგობარი კი არის შოს მარტო რეაყი არის მეგობარი თუ რამეში დაუგვირდი კარგად შემცდარიც თუ ხარ რაღ სუდიც რო იყო და შეცდომაშიც რომ იყო შენ თუ თორაში ხარ მაგრადა ხდება შეცდომას ყველა ვაკეთებთ თორიანი თუ თორო ვინა ვართ ადამიანები ცდებით რეახ შელა გადაშვარო შუაშია ჩასმული იოდი რეში და ყაინის შუა ის იოდ გამჩენი ძანებს იმ ცუცა დაგაშორებო არ მოგცემ იმ საშუალებას რო შეცდეო რაყი რო გააკეთო ესე იგი თორაში ვინც არის ჩასმული თუ რამე მოდის ისეთი რო შეიძლება შეცდეს გამჩენის იმას შანსაც არ აძლევს გამჩენის სასიკეთო სასიკეთოა ერიკით ამ ხენა რამე ვახცევს შირამშიში შემსაციერებეკო ზედოდი ვეზერეყი ო იაფე מאוד ზედოდი ვეზერეყი მევადაი ეს აკალაპარიკოს იმ ხელა ეტაპზეა ეს აკალაპარიკი რომ ადამიან ხალზე ძალიან მაღალზე ეს არის ადამიანი რომელიც ღმა თორაშია დიდი რაბი ზანდებოდა რაბი არონ რაფაელ ბენ შიმონი ზაღანა ვამბობდი რომ არ გადაცმა ის ვიტყვი მოკლედ ხო მაგდო დიდი რაბი ზანდებოდა ძალიან მიცრაიმის რაბი ეგვიპტეს რაბი საქართველოს რაბებთან მიწერმოწერა ჰქონდა სხვათა შორის სუჯუნის რაბისთან შელოტ უჩუბოდ მისურდებაში მე გამოვაჩინე ეს უკვე 25 წელიწადია ჩვენი გამოდიოდა იცხაკი უშევდა ჩემი ძმა ბავშვი წმინდის წყაროს და იქ დავწერეთ თორებიდან რა რაბები მიწერმოწერა ჰქონდათ გრუზიასთან გამოვაჩინეთ ზორაბებიდან და მათ შორის ეს რაბი ხახა მიხეელ მისუჯუნა ელიაშვილი გზანდებოდა იმასთან ჰქონდა მიწერმოწერა იქ უწერავს სხვათა შორის რომ იმართა ჩვენ რაბის რა სიტყვებით უწერავს ლიხვოდ არავა დომელე მალახ ამალახ მიხაელ რა სიტყვებით იყო ტებერის რაბი უწერავს ასე ილხოთ იშუჩი კიდე გამოვაჩინეთ მაგეთ მის დროში რაბი ტებერის რაბი იყო რაბი ელიაუ ილუზი დიდი რაბი ისიც დიდი კაბოდით ესე იცნობდნენ პირიპირზე ნახული ყავდათ იერუსალიმში თუ ტებერიაში ასე ჩანს და იცნობდნენ პირიპირზე ლაპარაკი დიბრეტორით რეფაელ არონ მენშონ დიდი რაბი მარაკოელი ისრაელში მაცხოვრებელი მოსამართლე და რაბება იერუსალიმიდან გაუშვა ეგვიპტეში რაბად და თავარი რაბი გახდა იქ მაშინ იყო კიდე ერთი რაბი აშკენაზების რაბი იქ დიდი რაბი რაბი არონი ერქვა სახელად და უდიდეს თორა ჩამოაწვინეს იქ მეფეც ამასთან ახლოს იყო ძალიან ხელმწიფეც
და არაბებ, ხლა თქმა უნდა ხელმწიფე არაბი, მაგ მუსლიმანების ქვეყანა და მაგათ აქვე კანონი მაგათ კანონების უბედური კანონები არაზრთან ახლოს, ხო იცი? და ასეთი კანონი რომ თუ მაგალითად მამაკაცი ცოლეთყვის გადი ოჯახიდანაო დამთავრებულია სამჯერ თუ უთხრა გადი ოჯახიდანაო ეს არის გეტი. გეტია გაშვებულია. გაშვებულია ეგ. გაყრილები არიან. გაყრილები არიან. ხლა? ამ მეფეს ჩამოვიდა სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ელჩები, მინისტრები, დამჯარი არიან, გარეთ არის მდელო, სადაც ჯიან მდინარის პირზე ბალახია და ბედნიერად და იქ არის დვარეცი, სახელმწიფო დვარეცი, ემსახურებიან ამათ და მეფემ ჩემ ცოლს უთხოვო, მეო, რომ თქვენო კაფე გაგიკეთოს ყველასაო. არ მინდა მოსამსახურეებიო, ხალმა ჩემო ცოლმა. ლეკეხ ჭამდნენ. ცოლეუნება ამ ლეკეხის ჭამის დროს თუ მოიტანო კაფესაო თუ არაო და მამა შენის ოჯახ დაუბრუნდიო ჩემი ცოლი აღარ იქნები ვერ მოასწრო ამ ქალმა 18 კაცი არის ეგ კაფესთან მოიტანა დამთავრებული ქონდა მათ ლეკეხი და ეუნება ლეხ სამჯერ შეაძახა და ლოა ლეხემ რა ამბავი შეიქნა მერე დამწყნარდა ბიჭო ეგაცი ხლა ამათთან გამოაჩინა ბიჭობა ვაშკაცობა მეოს როგორ ახაშვეროში გადაიდია ახაშვეროში გააგიჟა გამჩემა ვარდა თუნში და მერე მეორე დღეს მოინანია ვარბინან და დაუძახა მოფთის ვის იყვნენ იერუშალიმის მოფთი მაკაური თავიანთი ესენი ყველა ვიკითხება და ბოდიშო ჩვენი კანონითაო გამოსავალი ვერ უყურებთ ვერაფერსაო და გადაწყვიტენ მაგრამ რაბი არისო დიდი რაბიო რეფაელ არომენში უყანიო ჭკვიანი კაცია ძალიან და შევეკითხოთ რა იცისო რაბიო ჩვენი კანონებიო ჩვენ კანონებში შეიძლება იმდენად არ არის გარკვეული მაგრამ ხელად ჭკვიანი კაცი არისო მაგათ თორაში ყველაფრის გამოსავალი ნახამო დაუძახენ რაბის ხელმწიფე უნება რაბის ძალიან გთო გადამირჩინე ოჯახიო სამ დღეს გაძლეო გადამირჩინე ოჯახი მოგამაღლებთ მოგადიდებთ მოსეციან არ ჩამყარო არ ჩამაგდო არბინან ტირილით ელაპარაკება და ენანება ცოლი თავის შვილების პატრონი ამხელა ოჯახი რაფერ რაღაცა დავლიეთ რაღაცა შევცდი კაბოდი ამბავი თავში ამივარდა რაბის სულ თორაშია დიდი რაბი წანდებოდა ბევრი თორები დაწერა ნარმიცრაიმი ცნობილია რომელიც პაპა ამბობს ყოველთვის რაბის ხამბენციონის სტოლიდან ეთორა არასოდეს არ მოშორებულა ზდეხემედი ბირქე იოსები და ნარმიცრაიმი მახსოვს ხამრეფე ცხონებულიდან კულაშ ასე ნარმიცრაიმი ჩვენი ბევრი მინაგი მაგათან გვაქვს იცოდე გვაქვს ეთორე ბარუხაში ამრაბისია მაგარი მაგის ავტორი ამხელა კაცი დღედაღამე თორაში და დაბრუნდა ოჯახში თორას სწავლოსა და ავიწყდა რაბის ამბავი მესამე დღეს აკითხა მე რაბის ეუნებიან მობზანადი სალდატები 4 სალდატი ფაიტონით გამოგზანილი ხალხი კაბოდით სადაო რარიო და შეკითხვა მოხსა მეფემაო პარბინა ბიჭო რაბის არ უფიქრია მაგავალზე ვაფშე სულ ჭკვიდან გადავარდა თორაში იყო გაკვეთილი აგერ ბედინი აგერ ესენი ქვეყანა მიწერმოწერა სოფლიოსთან რაქნას რაბინ აიღო გემარა მასხეთ ბერახო და გადაშალა რომეს სუგიაზე დავარდას თვალები წერია გემარაში აი აშოთე მაიმინა მათამაიმ ხო აუგირდი ადამიანიო თუ წყალს სვამსო ხლა მაგალითად იგი კავია ჭიქა წყალი ჯერ ალახაბძანებს დაისხი წყალი და დალია აგურთხე სერი ალახა თუ მაგალითად ისეთ ადგილიდან სვამ წყალ სადაც მოდის წყალი მაგალითად არის სილონშელმაინ როგორც არის დღესე ბირზიოთები დაყელი სხვადასხვა ადგილებზე სიდენად წყალი ამოდის და ჭირა მკნობგას წყალი ამოდის ცივი წყალი გინდა დალიო აფერ არის შენი ალახა ჭიქა არის საჭირო დაიკავო თუ შეგიძლია ისე რო აგურთხო ძანებს გემარა დადგინა გემარამ თუ ფიქრი ქონდა იმ ადამიანსაო რაც წყალი ამოვა ბოლოში რომელიც შევა ჩემპირში იმაზე აიკურთხებაო შეიძლება რო აგურთხოს და დალიოს ასეო და თუ ფიქრი ქონდაო იმ წყალზე რომელიც რო დაისხა უკვე და გადავიდაო გადასულიაო და ამ ბერახას ქვია ბერახალე ბატალა ობოლი კურთხება არ გამოყავს ამ კურთხებასაო ამ გემარას რო ესე სწავლობს წუჩი ვიცი პასუხიო დაბრუნდა ხელმწიფესთან შემოდის ხელმწიფესთან კაბოდით მიიღენ რაბიო პასუხი გააკო ჩვენ შეკითხვაზეო ჩვენ დამხობილ ოჯახსაო წამოაყენებთ კიო ბრალოტაო და იქ ესტრება ქვეყანა ხალხი ესტრებია თელი მაგათი ნასწავლი დამესეკიდან იერუშალაიმიდან ეგვიპტედან ლიბიადან საუდიადან სიდან არა ყველა იქ არიან თავოყრილი ჭკვიანები ნასწავლები რო გაშიფრონეს ამბავი და გაშიფრამენ
რაბი შეკითხვასაზე, რას ჭამდითო, როგორ დამცხვარ ჭამდითო? ლეკეხ ჭამდითო. ლეკეხსაო? ხელში გეკავათო ლეკეხი რო ჭამდითო, კიო? ჯერ არ დაგიმთავრებიათი ლეკეხის ჭამაო და შენი ცოლი დაიბრუნე სახშიო. რაფერაო? ლეკეხიო ნამცეცები ხანდახან იყრება, ხო ასე არისო? კიო? მე რა თქვი შენეო? სანამ დავამთავრებთო ამ ლეკეხის ჭამასაო? თუ არ მოიტანე ყავა კაფეო? თავისუფალი ხარო. შენეო ლეცა ჭამდიო, დეგეყარა ცოტა ან შენი ან ამაცავთ რა მედიკაც ხო იყავითო, კიო? არ მოხდება რო არ დაიყარო, მოიძებნეთ კარგათაო. მოიძებნეთ და ნახენ. არ დაგიმთავრებიათო ლეკეხის ჭამენგან მოტანილი ქონდა ყავაო. დაიბრუნები ძე შენი ცოლიო. თორა სამხელა ძალა არ არსებობს საკითხი. სიდანისთავლა ესე რაბი? თუ გადაიარა წყალმა არა გაქვს ის უკვე რაზეც საკურთხე ჩაიარა. ესე იგი თუ არ არის დამთავრებული რაც საკურთხე იმაზე არ კიდე თუ მოდის და კიდე თუ იმ მაგალითი ისწავლა და გამოიტანა წუთში. არ არსებობს თემა, საკითხი, როწამოჭრა, პოლიტიკური, აზროვნული, ცხოვრებული, ბიზნესური, რაც თორაში არ წერია. რაცაც იფიქრებს ადამიანი, ნაფიქრებია ყველაფერი. მოხარჩულია კრაბე ყველაფერი. დაწერილია ყველანაირი სიტუაცია. აი ეს არის ჩვენი თორა. მithumedes ვინც სიწმინდით სწავლობს თორას, მიკრულია გამჩენზე, გამჩენი მის გვერდში არის. ჩვენ უნდა გქონდეს ერთობა. უნდა ვიყოს ყველა ერთ, არა მარტო სიტყვით მოკიდიან. არის ხალხი დღე-დაღამე, აბა ჩალომ, აბაზე ლაპარაკობენ მარტო ლაპარაკით, ლაკლაკით. ვაიცარიე ლაპარაკ. რომემოთ ავად ისრაელ ბიგრონა, ბეხერე ფიფიოთ ბიადამ. თუ ლაპარაკობ შვიდობაზე, შალომზე, სიყვარულზე, უნდა იყოს შემსრულებელი. გამკეთებელი. ჯერ მყოფი რა ვიაკო ინდონეზია არ არიან ჯენესოლე და ეს. მიყვანოს გამჩენა. 2 წუთი კიდე თუ გვაქვს დრო. ხო და რაბი ბრძანდებოდა ერთი რიბი შიმყონი, დიდი ნასწავლი კაცი. მაგ იყო ავსტრიის მეფის ფრანც იოსეფი რო იყო ავსტრიაში. ხო. მაგის ფინანსთა მინისტრი. მე გელაპარაკები დაახლოებით 180-200 წლის ამბავი, ისტორიული ამბავია. მე დღეს მშვენიერად ჯიანდა ეკითხება ეს მეფე, კეისარი ეკითხება ფრანც იოსეფი ეკითხება რაბის, რატო ხართ ებრაელები გალუჩიო? და პასუხ აძლევს. არ არის ერთობა ჩვენშიო. და ეს არის ჩვენი პრობლემაო. მაზღაპრების სხვას მოუყარიო. მე არ მჯერა ამბავისაო და. დაუგვერდი და ნახამო. გავიდა დრო. გადის უყარდათ მაშინ ცაიდუ ზახიანი მონადირეობა და გადის თავის ხალხთან და ნადირობს და გზალოალეხემ დეკარგა მეფეს ხამე მოვიდა არიციან სად არის არ ბინან თოვლია რამბავი საღაცა რაღაცა კუთხენახა ბიქტა პატარა ოიზი სოფლივით რაღაცა სახლი წაქცეული სახლივით და რა გუნაკარებს ისრაელიშვილი ცხოვრობს იქანა ცოლი და ხმარი ხნიერები და ხო ვინამ ზანდებითო და არ უნდა ის ვინა ვარ რა ვარ არაფერი თავში თელი დღე იარებოდა ფეხი დასურილი ძალიანად ვერეტასაცვლები გამოცვალა არ მიცნონო არ მოკლანო რაღაც ასეთი და შლოალეხემ გამშრალი სიმწყრვალი აკანკალებული სიცივით დასრული ტანსაცმლით ყველაფრით მიიღენ სახში შემოვიდა ეს კაცი აბა წყალი მიართვი ჩქარა გავგედე ჩაი ჩქარა აბა ბუხართან დააჯინე ჩქარა რა გეკეთოთ რა მოგართოთ ბატონო ვიმძანდებით უბრალოდ ადამიანი დავიკარგე გზაშიო კიდი კაბოდიდი ამბავი ყველაფერი საღამოთი ბედნიერად წამოაწვინენ გადააფარენ ყველაფერი დილით თუ შეიძლება დედაქალაქში მივიყვანეთო ძალიან გთხოვთო კი ბატონო მაგრამ ცოლი ეუბნება გაუთხილდიო მაინცაო კაბდეო ხაჟდეო ვინ არის გამჭირმა იცისო ბოლოს წამოიყვანა სადგინებავსო რომ იყვანო და დვარეთში სადაც არისო სახელმწიფო დვარეთში მივიყვანეო და მიიყვანა დვარეთთან ამის მოსვლა დვარეთთან ცხენზე ჩამამждარი გადმოვიდა ცხენიდან მოსამსახურეები ჩქარა მოვიდა კივილი ხმაური ამბავი გამოიტანეს სეტლი ფაიტონივით დააჯინეთ შიგნით ჩქარაში არ ბინეს ზანება კაცი მიიყვანეთო თათბირების სწოლი სადაც არის დააჯინეთ იქანაო დემილოდოს 5 წუთიო შეიყვანენ ჩქარა მიხედენ მოხედენ ეგაცი შეიყვანენ ჩუყურებს სად ვარ დვარეთში ვარ რა მომიყვანა ქანა შეხა შეშენებული შემახადებულია ვინან ეგაცი გამჭირმა იცის ვინ შემოვიდა სახში ბიჭო შარი არ მომდონ ყეგელი ბარბინან ისრაელიშვილი ხო იცი ისეც გაჭირებაში ვარ ყოველთვის ბარბინან დაბრუნდა მეფე შემოდი შალომყალეხე მეუნება ამან ვერ იცნო ადამიანს სulis დასაცმელი და ვერ ვიცარი შენთან ვიყავით ელიღავით წუხელიო
გაგიმარჯ მიგზანდები თქვენ ახალ მეფე მე ვარ მეფეო დაუჯდა გვერდში არ მიგერიდოსო რა სახში რო ლაპარაკობდითო ისე მელაპარაკეო პატივი მინდა გცეო ხომ მაგართვენო ხო ისე კი დიდი მადლობა ჩაის დავლია მივირთვი ხილობა ყველაფერი თოდარაბა დიდი მადლობა რამდამამადნიანა ხელა კაბოძე კურთხება გამჩენთან ხელწიფე შევხვდი რა ამბავში არის პატივი მინდა რო გცეო და ამოიღო 25 მანათიანი ოქრო ამ ხელა ვებერთელა და დაულაგა რამოდენი შიგნით ასე კუბსაში საწყობითი კოლოფში დაუდა ჩემთან საჩუქარიო ძალიან ღირსეული საჩუქარი არისო მადლობის სახით რომ თქვენ გამოხატო მადლობა რომ თქვენ ასე მივიღეთ ოჯახშიო და ისრაელიშვილი არ ინძრება შეშვიდობა მოხუცებული არც ახეს არ ანძრევს არც მადლობას არ ამბობს არც ლაპარაკობს რო გინახია გაქვაებული ასე იყურება ალბათაო ცოტა არის თქვენთვისო ესო და ზანება გაცა ნიშანი მისახელად 50 მოიტანეთ ამნაირიო დაულაგენ 50 ჩვენნაირი 50-იანები ქვეყანა ქონება აბატონო ეს ხო ამით ხო მაინც გამოვისყიდეო ჩემი ყველაფერიო არ ინძრევა ისრაელიშვილი სიტყვას არ გასუსუნებულია დამზარი სახე აკნოლეხე გაქვაებული იყურება ელეკეღეს ვერ გაიგებ რა გულში რას ფიქრობს ესე ცოტა არისო სადაც თქვენ ცხოვრობთო იმ თელ ტერიტორიას გაძლებო საჩუქრათაო შენ სოფელსაო ორი დიდი ქალაქია მაქანაო შენ იქნები დღიდან იქაური იმპერატორიო გადამწყვეტი სიკვდილი სიცოცხლე რა გინდა ყველაფერი შენ ახარ იცოდე რაც საქმეებია უშენოთ არაფერი დაინძრება 50 ეს ოქროები რაც დაგილაგეო და კიდე 100 წელი გამოგიტანებენ აგერაო და 150 სხვა ხელა ოქროები ამ ხელაზე კიდე ხმას არიღებს და ახლა მოვიდა გული ამეფეს და ახლა ბოლოს რა გინდაო ჩემი ტანსაცმელი გავიხადო და შენ ჩაგასვაო და ხელმწიფედ შენ დაგნიშნო და მე ვიყო ვერ გავიგე ამოიღე ხმაო ბატონო მეფეო დაიწყო ბლუკუნი ამ საწყალმა მე თოდარაბა ყველაფერზე მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს თუ მოჭრი იმ პრობლემასაო მადლობელი ვიქნები რა არისო და მე ხო იცი ნემსებზე და იმაზე მუშაობ მახატებ ყიდი მახატებსაო ფოლაკი მახატი ასეთი თუ რამე არ ბაზარობა ხო იცი ზარი ჩემი ყელობაო ამ ბოლო დროსაო სადაჯი ვარ ბაზარში ერთი ურია გამოჩნდაო სუსტად ჩემ ხელობაზე დაიწყო მუშაობაო მამა შორე მაგეო და მოგახმაროს გამჩენა შენი ყველაფერიო ხელმწიფემ ხელები გაშალა იგურთხოს გამჩენო შენ სახელი იმრაბი რაც თქვა ზუსტად არ არის ავა გაზრდამ ხელა კონებას ქალაქის უფროსად გადაგაქცია სოფელი ჩაგაბარე სახლი გაჩუგე კარი გაჩუგე რაც კიდე გადაწყვიდე იმპერატორი ხარ მერე გააკეთე აი მაინც ის ქონია შხამი გულში ის როგორ ჩიმიჯდებაო მამა შორეთო მეყოფაო სარი უნდა იყოს ერთობა ჩვენ ერში როცა იქნება ერთობა მაღალი დაბალი დიდი პატარა ნასწავლი უსწავლელი ახლოს თუ შორ გამჩენთან სულ უნდა შეერთდეს სულ უნდა ვიყოთ ერთად უნდა ვიყოთ ინტეგრალური ერთი წყობა ერთი ჭკუით მაშინ იქნება რომ ჩვენ ძლიერები ვიქნებით თუ იქნება ეს გამჩენი ბრძანებს ებარეხეხა ადონაი ვეიშმერეხა მეც თქვენთან ვართ მეც გლოცავთ მეც ვარ ამ პარტიაში სადაც სიყვარული მეც მიმიღეთ გამჩენი ვიყოთ თქვენთან გვერდში და იქნება ერთობა ხაზაბარუხრა იაკობ კარგი სიტყვებით ვასრულებთ ებარეხეხა შენ ვეიშმერეხა იაერა შენ ფანა ველეხა ვეხონეკა ისა შენ ფანა ველეხა וישם לך שלום. ושמו את שמי על בני ישראל, ואני אברך. שמעתו לו צו בדניר שבץ, בדניר ממוורס, סוסיקת בדניר בתל סה ישראל עשתה, שואן ג'מעתל סמן כן ירצו. אמן. חזק ברוך רבי יעקב. რომ შეგაწუხეთ ეს პოზიტიზეთ ორი პროგრამა, მაგრამ საჭირო იყო ცოტა რომ შევგემსო საკითხები და კიდე ბრავალი ბეზრათ ჰაშემ გახარებულად და ბედნიერად. Shabbat shalom, bednieri Shabbatit, da guastos gamchemaman gacharebulat.